დავოსი მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმს მასპინძლობს უკვე მეორე დღეა მსოფლიო ლიდერები და საქმიანი წრეების წარმომადგენლები მსჯელობენ იმაზე, როგორ უნდა აირიდეს თავიდან მსოფლიომ შესაძლო ფინანსური კრიზისი. დავოსში იმყოფება ქართული დელეგაცია ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით. პრემიერმა მონაწილეობა მიიღო ფორუმის სესიაში და ასევე მართავს ორმხრივ შეხვედრებს. ივანიშვილი თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს და ჯორჯ სოროსს უკვე შეხვდა. თელსო ჯარიაშვილი საუბრებს დავოსიდან მოამბის ეთერში ელისო გისმით. ამ წუთებში დავოსში იწყება მსოფლიო ლიდერების არაფორმალური შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს ბიძინა ივანიშვილი. მას ექნება სიტყვით გამოსვლაც. ამ შეხვედრის მთავარი საკითხი და განსახილველი თემა არის ევროპული რენესანსის საფუძველის ჩაყრა. მანამდე ბიძინა ივანიშვილმა უკვე მიიღო მონაწილეობა მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში ერთ-ერთ სესიაზე. ის გამოვიდა სიტყვით. ასევე პრემიერი განაგრძობს ორმხრივ შეხვედრებს. დღევანდელი დღე მთლიანად ორმხრივ შეხვედრებს დაეთმობა. შეხვდება როგორც პოლიტიკურ ლიდერებს, ასევე ბიზნეს წრეების წარმომადგენლებს. პრემიერი განმარტავს, რომ მთავარ მიზანს ამ შეხვედრების დროს წარმოადგენს ის, რომ დაუდასტუროს საქმიანი წრეების წარმომადგენლებს, რომ საქართველოში ქვეყანაში მდგომარეობა არ გაუარესებულა, არამედ პირიქით გაუმჯობეს და ამაც შეეხო საუბარი ბიძინა ივანიშვილისა და ჯორჯ სოროსის შეხვედრაზეც. მე საქართველოზე და ჩვენ საქართველოს ინტერესებზე და ეკონომიკურ ინტერესებზე ძალიან ბევრი შეხვედრა მექნება. ნუ ეხლა როგორ მოგიყვეთ არ ვიცი აქ რომ დავაინტერესოთ და რეალობა აუხსნათ. იქაც დამისვეს შეკითხვა ამ ფორუმზე დღეს რომ რამდენად ეკონომიკა და საინვესტიციო გარემო იქნება მომავალში, თითქოს ხმები ჩამოდის, რომ იქ შეიცვალა რაღაც მეოთხე პირიქით, შეიცვალა უკეთესობისკენ და რეალური საინვესტიციო გარემო შეიქმნება საქართველოს და მართლაც ესე იქნება. მე არ ვიცი თქვენ რომელი ტელევიზიები ხართ და როგორ გჯერათ, მაგრამ მე გარწმუნებთ, რომ საქართველოში ინვესტიციები გაიზრდება და რეალურად ეკონომიკური აღორძინება დაიწყება. საქართველოში დემოკრატია მოქმედებაშია, ჩატარდა არჩევნები, შეიცვალა მთავრობა. პრეზიდენტმა სააკაშვილმა ბევრი რამ გააკეთა, თუმცა იყო დეფექტებიც. მე ვფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანი სიგნალი ინვესტორებისთვის ეხლა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობაა. ასევე საქართველოში მაღალ დონეზე კორუფცია არსებობდა და ახალი ხელისუფლება ამ მიმართულებითაც მუშაობს. დავოსში ჩამოსულია დაახლოებით 100 ქვეყნის პოლიტიკური ლიდერი, მათ შორის აქ უკვე იმყოფება რუსული დელეგაცია დიმიტრი მედვედევის ხელმძღვანელობით. ჩვენ დავინტერესდით და ვკითხეთ ბიძინა ივანიშვილს, იგეგმება თუ არა დიმიტრი მედვედევთან შეხვედრა. მან განაცხადა, რომ მსგავსი რამ ოფიციალურად არ იგეგმება, თუმცა თეორიული შანსი მაინც რჩება იმის, რომ ორი ქვეყნის პრემიერი ერთმანეთს შეხვდება, ვინაიდან ხვალისთვის ბიძინა ივანიშვილი რუსულ საუზმესია მიწვეული. მე როგორც ვიცი, იქ სიაში არ იყო მედვედევი, რომ ნახე, იქ ბიზნეს ელიტაა ძირითადად და მე მაინტერესებს ინვესტიციები და ამ კუთხით იქ ბევრი ნაცნობი იქნება და მე მგონი რომ ვიშოვნი დროს და მივალ. თუ იქ შემთხვევით რამე მოხდა, ყველაფერი გეცოდინებათ. დღეს დღის ბოლოს ბიძინა ივანიშვილი შეხვდება უკრაინის პირველ პირს, ასევე იგეგმება შეხვედრები ისეთი მსხვილი კომპანიების წარმომადგენლებთან, როგორიც არიან JP Morgan და ინდური ტატა. მადლობა ელისო, დავოსიდან ელისო ჯარიაშვილი საუბრობდა.